მანქანის მძღოლი, რომელმაც მეათე სკოლასთან აქციაზე სახიფათო მანევრი შეასრულა და სავარაუდოდ პოლიციასა და მანქანას დაეჯახა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის მოკვლევა საგზაო წესების დარღვევისა და ავტომობილის გაჩერების შესახებ პოლიციის მოთხოვნის შეუსრულებლობის მუხლებით დაიწყო. გუშინ მეათე სკოლის მოსწავლეებმა და მშობლებმა საავტომობილო მოძრაობა დადიანის ქუჩაზე მეორედ გადაკეტეს. ისინი სკოლის მშენებლობის დასრულებას, მანამდე კი სწავლისთვის ხელსაყრელი ადგილის გამოყოფას მოითხოვენ. გზის გადაკეტვის შემდეგ ადგილზე შეკრებილი ბავშვების და მათი მშობლების წინ ავტომობილი განზრახ რამდენჯერმე მკვეთრად შემოტრიალდა. გავრცელებულ ვიდეო კადრებში ისიც ჩანს, როგორ ეჯახება მანქანა სავარაუდოდ პოლიციელს და შემდეგ იქვე მდგომ მანქანას.